კურორტი გოდერძი 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ზამთრის მიმართულება ევროპაში. მაღალმთიანმა აჭარამეს აღიარება ხანგრძლივი ზამთრისა და ბუნებრივი თოვლის სიუხვის გამო მოიპოვა. გოდერძი განსაკუთრებით მიმზიდველია ექსტრემალებისთვის, ვისაც გაუკვალავში სრიალით განსაკუთრებული თავგადასავლები და მძაფრი შეგრძნებები ხიბლავთ. ჯერ კიდევ ათეული წლის წინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ კურორტი ასეთი პოპულარული გახდებოდა. გოდერძი ის ადგილია, რომელიც აჭარის 4-ვე სეზონის ტურისტულ მიმართულებას განსაკუთრებით აძლიერებს. მერაბ წულუკიძისა და ეზნარ კოჩაიძის რეპორტაჟი გოდერძიდან. დილის 11 საათია. სათხილამურო კურორტი გოდერძი სწორედ ახლა იღვიძებს. ამ დროს იხსნება საბაგირო და მოთხილამურეთა და სნოუბორდისტთა ეს უზარმაზარი რიგი უკვე მიანიშნებს, რომ კურორტი დღეს მაქსიმალურად დატვირთულია. რით იზიდავს ტურისტებს გოდერძი, ამას თავად ყვებიან. აქაურობას უპირატესობას ვანიჭებ, იმიტომ რომ პირველ რიგში არის ძალიან ბევრი და კარგი თოვლი. ფასები სტაბილურია, ძალიან ბევრი ტურისტია და ყოველთვის არის შესაძლებლობები ახალი ურთიერთობებისთვის. ეწყობა საინტერესო საღამოები. ვფიქრობ, ამ კურორტს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და დარწმუნებული ვარ, ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახდება. გოდერძის პერსპექტივა დიდია, ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელი ის არის, რომ ზღვის სანაპიროდან 3 საათში შეიძლება ამოხვიდე და ისრიალო თოვლზე, ან უბრალოდ დაისვენო. ვფიქრობ, ძალიან მალე ეს ადგილი უფრო მიმზიდველი გახდება. საქართველოში ყველაზე უხვთოვლიან და ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ზამთრის კურორტზე ნამდვილი ზამთარია. 8 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასის დასაწყისში დამსვენებლები კომფორტული გონდოლებით ადიან. შემდეგ კი იწყება ემოციისა და ადრენალინის წუთები. გოდერძი მხოლოდ გამოცდილი მოთხილამურეებისთვის არაა. აქ დამწყებთათვის და ბავშვებისთვის სპეციალური დაბალი დახრილობის ტრასაც მოქმედებს. თუმცა გოდერძი მხოლოდ ერთი ლოკაცია არ არის. ეს არის მთიანი ტერიტორია, სადაც ექსტრემის მოყვარულთათვის უნიკალური პირობებია. ტურისტების ნაწილი აჭარის მთებს სწორედ განსაკუთრებული განცდების მისაღებად სტუმრობს. მოთხილამურეთა ეს ჯგუფი ჩრდილოეთ კანადიდან სპეციალურად გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ ჩამოვიდა. ჩრდილოეთ კანადიდან სპეციალურად ჩამოვედით. ექსტრემის მოყვარულთათვის აქ უნიკალური ბუნებრივი პირობებია. საქართველოს რამდენიმე ზამთრის კურორტზე ვიმყოფებოდით, თუმცა მინდა გითხრათ, აქაური შთაბეჭდილება განსაკუთრებულია. აუცილებლად დავბრუნდებით ისევ, გარემოც კარგია. კურორტზე შესანიშნავი პირობები, ხალხი კი ძალიან კონტაქტური და თბილი. დიდი ხანი დევს ახალი თოვლი რა, აქ ხშირად თოვს, რახან მაღალია და მაქედან გამომდინარე, კაი გაუკვალავები. სულ კეცკინგის მომხმარებლები არიან რა, მთებიდან დაშვება გაუკვალავი, მაგრამ განვითარებულია აქ და ხშირად ამის გამო ჩამოდიან უცხოელი. ჯერ კიდევ 15 წლის წინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამყოფ ამ მთებზე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ზამთრის კურორტი ასე სწრაფად განვითარდებოდა. გოდერძი ევროპაში 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ზამთრის მიმართულებად დასახელდა ხანგრძლივი ზამთრისა და ბუნებრივი თოვლის სიუხვის გამო. კურორტ გოდერძს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი განვითარების და იმის, რომ ის იყოს ერთ-ერთი მაღალი კლასის საერთაშორისო სათხილამურო კურორტი მსოფლიოში. კურორტზე გვაქვს მაღალი კლასის სასტუმროები, განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, ასევე განვითარდა ირგვლივ სოფლებში, ახლომდებარე სოფლებში საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ. მომხიბვლელობა გოდერძის სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გამოირჩევა უნიკალური ლანდშაფტით, ბუნებით, რასაც თავაზობ ვიზიტორებს. ასევე ბათუმიდან აჭარისთვის საკმაოდ მიმზიდველი არის, იმიტომ რომ მიწტომადობა კურორტამდე ამოსვლა იმ ინფრასტრუქტურით, რაც განახლებული ინფრასტრუქტურა საკმაოდ მიმზიდველი არის და ვიმედოვნებ, რომ საკმაოდ კარგი სეზონი იქნება გოდერძისთვის. კურორტის ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები სრულად დატვირთულია, ხოლო ევროპელი ტურისტების მხრიდან მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. წელს შარშანდელ წელთან შედარებით უმასპინძლს უკვე რეკორდული რაოდენობის სტუმრებს, ასევე ევროპიდან ძალიან აქტიურად დაინტერესებულ ტურისტებს, რომლებიც გატაცებულები არიან გაუკვალავში სრიალით. წელს აქტიურები ვართ ძალიან გერმანიის და ავსტრიის ბაზარზე, ამიტომ მეტი გვაქვს, რომ ეს და გაგრძელდება.
კურორტს გენერალური განვითარების გეგმაც აქვს, რომელიც გაფართოებასა და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას ითვალისწინებს. აღამთიან რეგიონში ტურიზმი აქტიურად ვითარდება 2025 წელს. რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობა 9 მილიონს მიაღწია, ამ მასში დიდი წვლილი ეკისრება სწორედ საალთო სათხილამურო კურორტ გოდერძის ტურიზმის განვითარების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი. ხულო გოდერძის მონაკვეთზე შეუფერხებლად არის შესაძლებელი გადაადგილება. ამ დროისთვის აქტიურად მუშაობთ ახალციხე გოდერძის ავტომობილების მონაკვეთის გაუმჯობესებაზე. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლისთვის ეს პრობლემას მოგვარებული იქნება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის კურორტის პოტენციალს. გოდერძი ის ადგილი ხდება, სადაც ზამთარი ეკონომიკას, ტურიზმს და ადამიანების ემოციებს ერთიანად ამოძრავებს და საერთო ჯამში აჭარის როგორც 4-ვე სეზონის ტურისტულ მიმართულებას მნიშვნელოვნად აძლიერებს.